Hi guys, და დღეს გვაქვს ყველაზე საყიდაო ვიდეო, რომელიც მედება ალბათ YouTube-ზე, იმიტომ რომ დღეს ვუყურებთ ჩემს ძველ ვიდეოებს. და ძველ ვიდეოებს არა, მე ვიყო პირდაპირ ვუყურებთ ჩემ კრინჯულ ვიდეოებს, იმიტომ რომ ეს ვიდეოები არის ლაიქიდან. არ ვიცი ჯერ რა დავაშავე რომ ამ ვიდეოებს ვუყურებთ, მაგრამ თქვენ არიცით როგორ დავიკრინჯებით ჯერ. რამდენს ვიცინებთ ამ ვიდეოში. ეს იქნება ნამდვილი სტრესი ჩემთვის და ნამდვილი ტრაუმა, იმიტომ რომ ამ ვიდეოს მერე არ ვიცი ვაფშე გადავიღებთ რა ვიდეოებს. მოკლედ, მართლა რომ ვიფიქროთ, აი ძალიან რომ ვიფიქროთ, ლაიქი ვიღებდი ძალიან დებილ ვიდეოებს. ვაფშე, რატომ მქონდა ტელეფონი 7 წლის ასაკში? რამდენი ვინანე რომ 7 წლის ასაკში ვაყიდინე დედაჩემს და მამაჩემს ტელეფონი ჩემთვის. და აი მაგ დროიდან დაიწყო ჩემი წამება, იმიტომ რომ შევქმენი ლაიქი, ვაფშე მე 7 წლის ბავშვი რანაირად ქმნის ლაიქს ჯერ არ ვიცი, მაგრამ როგორღაც მე შევქმენი და 7 წლიდან ვიღებდი მანდ ვიდეოებს. და რატომღაც 2023-ში ვიღებდი. არა და 2023-ში უკვე, ან დაჟე 2022-ში უკვე იყო ძალიან პოპულარული TikTok-ი და TikTok-ში აი არ ვიცი რა არ გადამიყვანა რომ ლაიქში ვიჯექი ბოლომდე. მოკლედ, მადლობა ვიღაცას ვინც მითხრა რომ TikTok-ში გადადიო და ლაიქში არ დავრჩი, მაგრამ ეს ვიდეოები მაინც დარჩა. მაგრამ მე ხარ ამდენიც არ უნდა იწვალოთ, ვერ შეხვდით მაგაკამდე, იმიტომ რომ დაბანილია უბრალოდ მე იმას ვქენი რა ქვია. მაგას. მოკლედ დავაყენე რომ ვერავინ ვერ ნახავს ჩემ ვიდეოებს, ამიტომ ამდენიც არ უნდა იწვალოთ, ვერ ნახავთ ჩემ ვიდეოებს, ამ ვიდეოს გარდა. მოკლედ სამდე ბოლო დონემდე გამოვქლიავდით და დავიკრინჯეთ, დამოფოლოვეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო, თუ გინდათ მეორე ნაწილი იმედი არ გინდათ, იმიტომ რომ პირველი ნაწილისგან იმხელა ტრაუმას მივიღებ, რომ მეორე არ არის აქ საჭირო. აი მოდით დავიწყოთ ყურება, ყველა ვიდეო გამოჩნდება აქ სამწუხაროდ და ხო, ან ვიცინებთ, ან ვიტირებთ, ორი ვარიანტია. ან მესამე დავიკრინჯებით მაგრად. ჩემი აზრით პირველი და მეორე უაჭველი. ვიწყებთ პირველი ვიდეო და მე ვუყურებ აქედან, თქვენ უყურებთ აქედან და ვიკრინჯებთ ვიკრინჯებით ბოლომდე. უკვე პლანშეტმაც მიგვანიშნა იმაზე, რომ უნდა დავიკრინჯო დღეს. ანუ ჰაით ყველას და როგორც ისეთ მე მაქვს ესეთი ადგილი, სადაც მილაგია ჩემი რაღაცები. ჩემი რაღაცები. ეს არის ჩემი ადგილი, სადაც მილაგია ჩემი რაღაცები. ნუ უბრალოდ კოსმეტიკა რაღაცა. ხო და მაგიდა სხვათა შორის ჩემმა დამგალკეთა. ხო თქვენს გქონდათ აი ამდენი კოსმეტიკა 8 წლის ასაკში? და ესეთი მაგიდა ხელნაკეთი ხვდებით? და რა უნდა მეთქვა? ეხლა უნდა გადავახარისხო რა ამჭირდება და რა არა. იმიტომ რომ აქ უკვე აღარაფერი აღარ ეტევა. ანუ იმდენი კოსმეტიკა მაქვს რომ არ მეტევა 8 წლის ასაკში. არა, მოიცადეთ, ეს რომელი ვიდეოა გეფიცებით ეხლა ხადაობის გარშე. ანუ აქ მილაგია რაღაც სამაჯურები და რაღაცები ესეც უნდა გადავახარისხო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს. დიუჰი ძალიან გაინტერესებთ ხო? ბიჭო, ეს რა არის? აუ ჩემი, ახლა დავიკრინჯები. თან იცით რა არის ყველაზე საღადაო, ყველას ვეუბნებოდი რომ ლაიქში დამოფოლოვეთ მე. კიდე თითქმის ყველა ჩემ ნათესავს და ახლობელს ჰქონდა, ჩემ მეგობრებსაც ჰქონდათ ჩემი ლაიქი. სათვალეს ალბათ ჩავდები, იმიტომ რომ აქ ძალიან ისრის. ის ასე თქვათ მაგიდა გადავაგდე. აქ უფრო მეტი ადგილია ახლა. მაგიდა გადავაგდე და აქ უფრო მეტი ადგილია ახლა. მაგრამ აქ მალე ალბათ წიგნებიც დაიდება, არ ვიცი. წიგნებიც დაიდებაო, ესე იგი უკვე დიდი ვიყავი. ნუ არა, პრინციპი მე ხო, არა. ხო, 9 წლის ვიქნებოდი, მაგრამ მაინც. კაი, დავიწყოთ. პირველი არის სარკე და სარკე სულ მიდევს. აქ მე ვიღებ. სარკე არის არ ითვლება კოსმეტიკაში. აქ მე. სარკე უაჭველი. Oh my god. ეს oh my god მოიცადეთ, ეხლა რაღაცა მოხდება. კამერაზე არის ჩანს, მაგრამ ანათებს რაღაცა ეს მზეზე. უი, მართლა oh my god ყოფილა რომ მზეზე ანათებს კამერა თუ რაღაცა. ხო და სარკე აუცილებლად მჭირდება. ამიტომ ეს აქ უნდა იდო. ხო, სარკე აუცილებლად მჭირდება. და წავედით შემდეგი. დავდეთ მეორე ნაწილს. იმედია მეორე ნაწილი არ დევს. მადლობა ღმერთს, მეორე ნაწილი არ გვაქვს. სხვადასხვა შორის ამ ყველა ვიდეოს არჩევდა ჩემი და ელისაბედი, ლიზი კოდიაშვილი და იმედია რომ ძალიან კრინჯები არ შეარჩია, იმიტომ რომ ამ პირველი ვიდეოთი კაი კიდე ძალიან არ დავიკრინჯე, მაგრამ მართლა დავიკრინჯე და უი, ხო რა უნდა მეთქვა.
ეს იგი ესეთი ისტორია, რომ ლაიქი მე შევქმენი 7-8 წლის ასაკში უკვე გაიგეთ და ლაიქში ვიღებდი მარტომი არა. იცით რამდენი ხალხი იღებდა? ქართველები იცით რამდენი იღებდნენ? თან იმაშია საქმე, რომ უმეტეს ჩემ მეგობრებს, ჩემ კლასელებს, ჩემ ნათესავებს, ყველას ჩემდებსაც მე გადმოვაწევინენ ლაიქი. ანუ პროსტა მანახეთ, აი ჩემი ძველი თავი 8 წლის ბავშვი, რომელმაც აღმოაჩინა ეს ლაიქი. ან როგორ დავიწყო ბავშვი გადაღება? ანუ საიდან ვიცოდი ამდენი რამე 8 წლის ასაკში? რომ მე თან ჩემ მეგობრებს და დაქალებს ვხმარებოდი, რომ აი აქ ეს უნდა დააწვე, აქ ეს უნდა გადაიღო, აქ შეგიძლია ეს დააჭრო. მაგრამ ცოტა რომ ვიფიქროთ, ამაში უკვე ცოტა ისეთი ვიყავი. ანუ ვიცოდი რაღაცები, იმიტომ რომ 2 წლის ასაკში დავიწყე YouTube-ის გადაღება ჩემი აზრით. და მქონდა წითელი კამერა და მოგესალმებით, რაღაცებს ვიღებდი, რაღაცებს არ ვდებდი, მაგრამ უკვე 6-7 წლის რო ვიყავი, მე უკვე მართლა ვდებდი რაღაცებს და ჩემდებს ვუღებდი კიდე რაღაცა კლიპებზე და მაგებს ვდებდი და 3 ნახვა ქონდა ხოლმე და მადლობა რომ 3 ნახვა ქონდა და მანახეთ ეგ 3 ადამიანი რომელმაც უყურა. მოკლედ გადავდივართ მეორე ვიდეოზე, ეს პირველი ვიდეო ძალიან ტრავმა მივიღე, მაგრამ კარგით. გეხოცებით მომოშორთაკეთ. ცოტათი რომ მას გიგინათ, აი რომ მივხვდეთ როგორ დონეზე ვარ ეხა და როგორ დონეზე ვიყავი ადრე. ეს ეხა რომ ნახეთ ეს ვიდეო არის 2022 ან 3. და ეხა რომ ნახოთ ჩემ ვიდეო 2025-ის ვაფშე ანუ ვერავინ ვერ იტყვის რომ ერთი და იგივე ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ვაფშე სხვანაირი ვარ. ეს ვაფშე რა ვიდეოა, კრინჯობა ვაფშე. მთელი კლასი, არც მე, კაით რა, ამის ვერ ვისწავლი, დავიღალე, გავდივარ ამ სკოლიდან. ხვალ არ მოვდივარ, რამდენია, ვერ ვსწავლობ, ჩემი კაი, მე ნახევარს ვისწავლი, აღარ მოვალ რა, მე გადავებით რამდენია. ამ ვიდეოებს ვინ მეუყურებ და? კი, იცით ვინ უყურებ და ამ ვიდეოებს? ჩემი ორი ბესტი, ელენი და ლუსი. ძალიან ევასებოდა ეთყობა ჩემ ვიდეოები რო უყურებდნენ. მოკლედ თუ აგრძელებთ ჩემ ტრავმაზე უფრო დიდ ტრავმის დადებას და შემდეგი ვიდეო უკვე ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ესე გამოიყურება, ესე გულით ვდგავალ წითელ ფონზე, მაგრამ ოკეი. Don't get lost cause I'm waiting. Summer feelings are waiting, boy. You and me is more than 100 miles. You and me is more than the grey sky. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით თმარას მიგავს. თმის შეკვარ ვიცოდი. კაი, შემდეგი რამაცვია. კაი, კიდე მესმის რომ ბავშვი ვიყავი, რაღაც შემხვდებოდა ის მეცო ხოლმე. მაგრამ ვიდეოსთვის ხო შეიძლება ცოტა რამე სხვა ჩამეცვა. მე ეს ის მქონდა შტატივი ფერადებით ანათებდა და მაგიტო სხვადასხვა ფერი იყო, არანაირი ლამპა და რაღაცები არ არის, მაგაზე არის მასაკნა და თვითონ შტატივი მქონდა რომ ფერად აცვენა და ვაფშე რა თმინდოდა არ ვიცი. იმიტომ რომელი ბლოგერი მე ვიყავი მაგ დროს. ანუ ერთი ვიდეო ამივარ და 50 ლაიქზე და მაგაზე მეთქი, всё, ბლოგერი ვარ. всё, ჩემი აი ისტორია დაიწყო, всё, ანუ ხო. მოიწყე ჩემი ვიდეოს ხრებას და ეხა მოვკვდები ამ ვიდეოს ჩართვა ნახდეთ არ მინდა, იმიტომ რომ ეხა რო განახოთ, აი ესე გამოიყურება. ვიცი რა ვიდეოა, ახალხანს მოგ ნანახი. აი მიახლოებით 2 თვის წინ ვიყავ ლაიქში და ეს ვიდეო ნანახი მაგ და აი მახსოვს კიდე ტექსტი დაპირა და არ მინდა რომ ეს ვიდეო ჩავერთო. მოდი ცოტა ხანი ისე ვიყოთ. სიმსში და შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს მე ალბათ ყველა ფოლოს გამიკეთებს. აი ეხა ჩავერთოთ. ეხა მივიღებ ყველაზე დიდ ტრავმას. ანუ აი აქვე მომკალით ეხა გეხვეწებით. არ შემიძლია იმის ყურება. ანუ რაში მაინტერესებდა 2023-ში რა ხდებოდა და რატომ იწერე 2023 მე ზიზღება 2023 დამიბრუნეთ ისეთი კაი დრო იყო რომ ეხა 2024 და 2025-ის შედარებით 2023 ყველაზე კაი იყო. მაგრამ ანუ ადრე არ ვიცი რატომ ადარდებდა ესეთი რაღაცები რომ უკრაინაში ომია, თურქეთის მიწის დრო, აი ესეთი რაღაცები ძალიან იმენა გულზე მედებოდა ხოლმე, მაგრამ ეხა ეხა ჯერ ვაფშე ჩემ თავზე ვიფიქრო რა. მე უკვე სხვებზე ეხა არ დამიწეროთ კომენტარში რომ ეის ახარო რა ქვია.
რაღაცა არაადეკვატური, იმიტომ რომ ეგეთი არა ვარ. უბრალოდ ვერ ხვდები 2023-ში რამდენი წლის 2023-ში რამდენი წლის ვიყავ 2023-ში ვიყავ 12 წლის მოდით მე აქვეს ვეხა რა თქვენ არინერვიულოთ არიელა რო აღარ იქნება და ვიდეოები არ იქნება რა უბრალოდ ეს ვიდეო წაშალით თავიდან რა ვაფშე ამას ამოვუჭერ გეხვეწებით ეს იყო ყველაზე დიდი ჩემი მეკופარი მოვკავს ხა ეს ვიდეო რა ჩავდო მოხურა ჩემი ვიდეოს ამ ვიდეოს მე ლუსი მოვკლავს It's funny party, no vida. Under the head, and not be the sleep. J, pretty J, hard to is funny, blacky J, be a hip and zombie. არშევიძლია რა არის ხალო ეს ვიდეო რო ჩავდე ამის მერე მე მგონი მე სკოლაში ვაღავი ჩემი დაქალი უბრალოდ მომკლავს ანუ რომ იცოდეთ ეს კიდე კაი იმასთან შედარებით რომ ჩვენ გვაქვს ვიდეოები კლასთან მე როცა ვიღებ მე და ჩემი დაქალი ვიღებ და მე 90 კაცი უკან ვითომ ძალიან აინტერესებს და ვითომ ლაიქს ანუ კაი რა მესმის რომ ბავშვები ვიყავით მაგრამ 2023-იო 3 ბავშვი არ ვიყავი 12 წლის ვიყავი გადავდივარ ჩემდე ვიდეოზე. თუ ამოვაყვითელი, მაშინ ვხედავ აი ამ ბუშტს მე ვხედავ. ეს ვიდეო მახსოვს რომ ვიღებდით ამ ვიდეოს, მე მგონი ვაფშე წინა წელს იყო თუ არ ვცდები. აუ კაით. არა, ეს რა არის ჩემი თვალსა. ელენეს просто Arşivi şakadet elleniz. Teşekkür lisiz. Teşekkür me. 600 followers თუ ავალთ. ჩემი ლაიქის ახლა ანდელ სახელს მოგწევთ რა მაწერია, იმიტომ რომ აქ ხა წერია ანაბელ 2011, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრე და ახლა ეგრე არ მაწერია. მაგრამ მე მგონი ჩემნაც ის აქვს კიდე ჩემი ლაიქი. სხვათა შორის ადრე ანაბელ მერქვა რატომ ვას ლაიქში მე TikTok-შიც არ ვიცი რატომ მართლა მიახლოებით სადამდე მერქვა 2023-მდე 3 ლაიქის ვაფშე არ მიმოვაგდე რა ესე იგი 17 19 20 21 7 წელი მერქვა ანაბელ სხვათა შორის ეგ ნიკნეიმი მოვიფიქრე ბავშვობაში ოღონდ რატო არ ვიცი კაი ვაგზავნებ ამ ვიდეოს ყურებას არა მე ვხედავ და მე მგავოლ ყვითელი შარა დადგუნი მეგობრებო ვაფშე არ არის ახლა თვითონ ამოიღო ყვითელი ვაფშე არ ვუყურებდი იქ რომელი ფერს ვიღებდი რა თვითონ ამოვარ და ყვითელი ნერვს მე გავხედო გაიციეთ ინტერახეთო ხა მეშინია აუ ეშინია ბუშტის გახეთ თქვის ხალხო აუიდი ერთი ეს დავდე ერთი დაჭიქრეს კარა ერთი 2 3 მე ბუშტების ხეთქვაში ვარ პრო ეხა მეგობრებო ერთხელ დავაჭირე და არ გასკდა ხვდებით ელენი გაიწიე ერთი პლიზ ისე ყვირის ელენი გაიწიო თქოს ეხა ბომბა აფეთქდება რა ვიცი და მათ ყველა დავიხჩობით ან მოუკლებით 2 3 რა უფრო ესე გრა ძალიან ცუდად ვარ ეხა ამ ვიდეოს რო უყურებ ძალიან ჩემი კაი ვაგზავნებთ კარგი ცოდით ლიზის თუ ამოვა ცისფერი მაშინ ხედავ ცისფერ ბუშტს ნახოთ ისე ვარ გაკვირვებულები თითქოს არ ვიცოდეს რომ დადგმული იყო ეს რა what დავდეთ what ფართორს სადაც გავხედავთ ბურთს არ დაელოდოთ ფართორს სადაც გავხედავთ ცისფერ ბურთს ბურთს გადო აუ არა მე გავდივარ გეხვეწებით მე გავალე ხაკედან ვუყურებ ჩემდე ვიდეოს რომელიც აი ვაფშე არ ვიცი ეს ვიდეო რატო არ წავშალე ლაიქი და იმიტომ რომ იმ დროს მე ქრინჯებოდა უკვე ხა წარმოგიდგენიათ ხა
ვიცი. გადავდივარ შემდეგ ვიდეოზე, იმიტომ რომ არ ვიცი რა უთქვა. იმენა მაგრამ ვიქრინჯებოდი ეგეთ ვიდეოებით. ეხლა პროსტა ეგეთ ხალხს დაუცინო არ ეგეთ ვიდეოებს რო იღებენ და მე თვითონ ანუ გადავდივარ შემდეგ ვიდეოზე. როდესაც ვერ მოგვარდით ვინ დაწოვა მაღლა. Getaway car for two young lovers. Me and the girl straight out of town. Over the hills and undercover, undercover, undercover. She said, green, green girl, blue, blue sky. You better throw a party on the day that I die. აქ არის სამი ვარიანტი. ან ძინავს, ან დაბლა მძინავს. არა, ხო. ან უბრალოდ მძინავს, ან დაბლა მძინავს, ან სავარაუდოდ მესამე. ეხლა რომ იცოდით, აქეთ ვჩხუბობთ, მაღლა არ დაუწვეთ. დაბლაჯობია რა თქმა უნდა. არ ვიცი ვაფშე რა ჭკუა მქონდა. ვისევასება გეხვეწებით მეორე სართულიდან ჩამოსვლა დილით 8-ის ნახევარზე სკოლაში რომ უნდა წახვიდე ან 7-ზე. ანა იქ კარგად გამოძინებული რო ხარ და პირველზე და ორზე რო იღვიძებ და გიწევს მეორე სართულიდან ჩავსვა. არა, შანსი no. ვაფშე ეს რა ქრინჯობა, ვერაფერი ვერ გავიგებ. როდესაც ვერ მოგვარდით ვინ დაწვევა მაღლა. Green, green girl, blue, blue sky. ანუ ხო მივხვდით რა. გადავდივართ შემდეგ ვიდეოზე, იმიტომ რომ მაგრამ ვიქრინჯები უკვე. გავდივართ ალბათ იმაზე უკვე, რა ქვია, ანუ არ გამიცნები ახლა ძალიან ისე რომ ეხლა განახებთ რა ვიყიდეთ ჩვენი 25 ლარით. გიხვეწებით არა გთხოვთ. პირველი არის ესეთი ლეისის ჩიპსი. დავდოთ. მეორე ლეისის ჩიპსი. ისიც რა მოკვირვებს, ორი ლეისის ჩიპსი ვიყიდეთ და ორი ლეისის ჩიპსი არის მიახლოებით ეხა რამდენი? 6 ლარს თითო, 12 ლარია უკვე, მაგრამ პარკი კიდე გავსებულია. ესეთი ნაკლეიკები ვიყიდეთ 3-3 9 ნაკლეიკა ვიყიდეთ და პარკში წარდებულა აქ ნაკლეიკა. და ესეთი ელენის კალამი. კიდე მე ეგეთი კალმები ეხა რომ ანუ ეხა დღეს 3-4 ლარი ხალხო რაზეა ლაპარაკი. მოიცადეთ ეხა უკვე მართლა ვერ ხვდები რატო ეგრე ცოტა. კიდე მე ვიყიდე ესეთი მარკერი ცისფერი ოღონდ ხა. შემდეგ ასეთი შოკოლადი. ალპელგოლდი ღირს 5 ლარამდე. არა 5 არა დაჟე 4 ლარი, 5 ღირს მილკა, 4 ღირს ალპელგოლდი. ანუ მოიცადეთ რომ ანუ კოკა-კოლა. აი ესე ну კაი ეგ ნამდვილი კოკა-კოლა არა შეიძლება იაფიხირდა არ ვიცი, იმიტომ რომ ნამდვილი არა. ესეთი კექსები. ესე ღირს 5 ლარამდე სადღაცა ეხა. და 3 ჩუქაჩი. ეხლა ჩვენ ამ ყველაფერს შევჭამთ. უი, ტუკიც ვიყიდეთ. ტუკი. და კიდე ასეთი ტუკი. დაჟე ტუკიც ვიყიდეთ. ანუ რა ცოტა დავხარჯეთ 25 ლარი ამ ყველაფერში. ეხლა ამდენი ეს ყველაფერი დაждდება 40 ლარამდე, სადღაცა 30, სადღაცა ეგრე, მაგრამ ნახეთ 25 არა. 25 აი იმისთვის ძალიან ცოტა. გადავდივარ შემდეგ ვიდეო. არა! არა! სანდი ამ ვიდეოს უყურებთ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ესეთი ვიდეოები ძალიან ხშირად ხვდება ეხა შორტებში. ჩემი საყვარელი შოკოლადი. შეიძლება შოკოლადი ვჭამო? არა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დააგდოთ. ხო არ ხადაობთ, ეხა ან თქვენ ეხა ლიზის უნდა და უეჭველი რომ ეხა აქედან გავსულიყავი და არასდროს აღარ დავბრუნებოდი, ან YouTube-ში ვაფშე აღარ მქონდა არხი, უეჭველი. შოკოლადი რა მაგარია! ვიმე ამიხსეს ეს რა არის? ეცდეთ. სიკვდილი. შეიძლება საჭმელი ვიყიდო. არა. იცით რა მაინტერესებს? სპეციალურად ვაკეთებ ესეთ ხოს. არა, კი, არა მგონია არსება. ანუ კანაფონი გეხვეწებით მეორე სართულის ისა. სად ვიღებ ხალხო? აუ. პირველი როცა იღებთ ვიდეოს ყოველთვის დააკვირდეთ უკანა ფონს. აი, რა ქვია, ყვარაცხელი აყავს. აქ რაღაც ნახატები. აქ K-pop-ები. აქ მაღლა ჩვენი ნახატი, მაგრამ არ ჩანს, მაგრამ ხო, ნუ ხო არის რა ფონი ახლა. ნახდათ მეორე სართულის ფონი არა მაგ. ვაგრძელებთ. რა. აუ, სპორტი ძალიან საშინელი იყო. შეიძლება წყალი დავლიო? არა, თქვენ არ შეგიძლიათ. რა? ისე მწყურია, უნდა დავლიო. მაინც არ დალიო. აი მის გამქრი. ეს რა არის? ძალიან
ან დიფილმა ვიღაცა მოკლა ჩემი შეყარებული. შეიძლება ჩემი მეგობარი დავაწყნარო. ჩემი მეგობარი დავაწყარო. არა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოკლათ ის. თქვენ შეგიძლიათ მოკლათ ის. მეგობრებო, ის უნდა მომეჭრათ ორი სხვანაირად ვერა. დავიწყოთ რაც თქვენ. გადავდივართ შემდეგ ვიდეოზე. ეს ვიდეოთი კი დავიქრინჯე, მაგრამ ისე ძალიან არა, იმიტომ რომ რა ვიცი მე. Trust me when you hear my Lamborghini go vroom, 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 vroom. When we pull up, you know it's a shutdown. 간판 내리고 문 잠가 shutdown. Weather, 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 weather. Weather, 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 weather. It's black and ეს იყო ბოლო ვიდეო და მადლობა ღმერთს. ამ დროს ვიყავი Blackpink-ის ფანი რა. ანუ ეხაც კი ვარ, მაგრამ ეგეთი არა, რომ მაგათი ყველა ცეკვაზე პირად ვიცოდი. ეს ანუ რომ იცოდე დღეში 3 საათს უთმობდი იმას, რომ ტელევიზორში ქონდა Blackpink-ი ჩართული. ცეკვავდით მაგათ ცეკვას და ვიმახსოვრდით და ეხაც მახსოვს იცით რამდენი მაგათი ცეკვა. იმიტომ რომ ზაფხულში 2023 ზაფხულში ნახევარი ზაფხული არა შემიძლია პირდაპირ თქვა 3 თვე 2 თვე მაქედან მე და ჩემმა დეიდაშვილმა დავხარჯეთ რომ იმას გვექნა რომ გვესწავლა Queen Card-ის ცეკვა ვისაც არ გახსოვთ და ამ ცეკვას ვწავლდით ძალიან დიდი ხანი მეორე სართულზე ვიყავით ტელეფონი გვედო ყველა ვიყავით განაწილებული როლებად და ცეკვავდით მაგას ისა Queen Card რაღაცა ესა და ეხაც მახსოვს ეგ მუსიკა ანუ რო ჩამერთო ზეპირად მეწოდინება ცეკვა იმიტომ რომ ანუ რისთვის დავუთმე ამდენი ხანი ჩემს ცხოვრება მაგას არ ვიცი მაგრამ აი ეგრე ანუ სხვა რა ვთქვა არ ვიცი ხო მაგაზე ანუ ეგეთი ფანი რატო ვიყავი მაგათი არ ვიცი ეხლა ეგეთი ისიც არა ვარ აი მაგაზე ყველაზე აი ეს Blackpink-ი EVO ის TXT Twice J-Idol ხო J-Idol აიდოლი გახდა ჯიმუაშორეს ხო და ეგეთი ფანიც არა როგორც ვიყავი მაგათ მუსიკებს კი ვუსმენ მაგრამ ისე ხშირად არა როგორც ვუსმენდი ნახდათ არა ხო მოკლედ თუ დაიქრინჯეთ დღევანდელი ვიდეოდან დაალაიქეთ ეს ვიდეო დაალაიქეთ მეთქი ეს ვიდეო და ფოლოვის იმას ვაჩვენებ მოკლედ დამოფოლოვეთ დაალაიქეთ ეს ვიდეო დამოფოლოვეთ TikTok-ზე და ასე დამოფოლოვეთ Instagram-ზე იმიტომ რომ Instagram-ზე ძალიან ხშირად ვარ ხოლმე live-ში და ასევე უფრო იქ უფრო გაიგებთ უფრო მეც ჩემს შესახებ ვიდრე YouTube-ში და TikTok-ში დამოფოლოვეთ იმიტომ რომ ვიდეოებს ავდებ და ხო ვიდეოებს ავდებ და რა ნუ ხო მოკლედ ვიდეოებს ავდებ და კიდე მინდა გითხრათ მეგობრებო თუ გინდათ ფართო იმედი არ გინდათ ძალიან გთხოვთ რომ იმედი არ გინდათ მაგრამ თუ გინდათ დაწერეთ კომენტარებში თუ თქვენც გადაგიღეთ ეგეთი კრინჯული ვიდეოები იმედი მაქვს რომ კი და მარტო მე არა ვარ ესეთი და კრინჯული და ახლა ყველას გემშვიდობებით და ნახვამდის